მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალის ხმა. ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ პროექტის ფარგლებში ქართული მედია ჯგუფი ახორციელებს მედიის და გენდერული საბჭოების მონიტორინგს. თუ რა მდგომარეობა იყო გასულ თვეში, ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ალიონა ნუკრაძე არის დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ის უშუალოდ აკვირდებოდა მედია საშუალებების მუშაობას. ალიონა, გამარჯობა, მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რომ გითხრათ, რა მდგომარეობა გქონდა, რამდენად იყო გაშუქებული ქალთა საკითხები გასულ თვეს და ასე ვთქვათ, თუ ეთმობოდა დრო ქალ რესპონდენტებს სხვადასხვა თემების გაშუქების პერიოდში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. ჩვენს დასახლებაში იყო ასეთი საუბარია და ასეთი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვათა შორის მიიღეს მონაწილეობა ქალბატონებმა. ძალიან კარგი ინფორმაცია მიიღეს ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც მაგათთვის ძალიან ბევრი საკითხი უცნობი იყო და არ იყვნენ ინფორმირებულები და ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ და ალბათ ქართული მედია ჯგუფის შეხვედრას გულისხმობთ. ქართული მედია ჯგუფის შეხვედრას გულისხმობ. სიახლეებით შემოვიდა ქართული მედია ჯგუფი ჩვენს დასახლებაში. ძალიან ბევრი სიახლე გაიგეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს დასახლებაში მცხოვრებმა ქალბატონებმა, იმიტომ რომ არ იყვნენ ძალიან ბევრი ინფორმირებული, არ იცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ, მაგალითად სად უნდა წავიდნენ, ვის მიმართონ, რა კუთხით, რა ფორმით და ეს იყო ერთ-ერთი მაშველი რგოლი ჩვენი დასახლებისთვის, რომ გავხდით ინფორმირებულები. კი ბატონო, მე ვიცი რომ შენ მუდმივად უზიარებ მიღებულ ინფორმაციას თქვენს დასახლებაში მცხოვრებ ქალებს. რაც შეეხება მედია მონიტორინგს, თქვენ ამონიტორინგებდით რამდენიმე მედია საშუალებას, რომ გითხრათ რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით თვითონ მედიის გაშუქების მიმართულებით. ძირითადად იცით როგორ არის, აი მაგალითად თუ რაიმე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია რო შემოდის ჩვენს დასახლებაში, ქალბატონები რატომღაც უპირატესობად სთვლიან და უთმობენ მამაკაცებს, რომ ჯერ მამაკაცმა უნდა ისაუბროს ამ პრობლემებზე. ნუ რა თქმა უნდა, ქალბატონებიც ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ მაინც უპირატესობა მამაკაცებს ეძლევათ. მაგრამ არის ეგეთი შემთხვევებიც კიდე, რომ ქალები უფრო მეტად აქტიურები არიან ამა თუ იმ საკითხში და ძალიან კარგადაც ართმევენ თავს. უპირატესობა ტელევიზიითაც, მედიითაც და სოციალური ქსელითაც ეძლევა მამაკაცებს უპირატესობა. პროექტის ფარგლებში ვაკვირდებით მედია საშუალებს და უფრო მეტად კაცების აქტიურობა არის, მაგრამ ეგ თვითონ ჟურნალისტებზეც არის დამოუკიდებელი, რომ უფრო მეტწილად ისეთი კუთხით მიუდგან, რომ ქალბატონებმაც აქტიურონ და გამოთქვან თავიანთი აზრი აი ამ ყველაფრის შესახებ. ანუ გულისხმობთ იმას, რომ ყველაზე უფრო მეტად ხშირად კაცებს ეკითხებიან აზრს მედია საშუალებები? არის ეგეთი აზრი კი. რომ უფრო მეტწილად. აი თქვენი დაკვირვებით, რასაც აკვირდებით? კი, და მიჩვეულები არიან ალბათ ქალბატონებიც, რომ შეიძლება აქვთ თავიანთი აზრი, მაგრამ უთმობენ მამაკაცებს, რომ თავიანთი აზრი წარმოსთქვან. თქვენ აკვირდებით როგორც ბეჭდურ მედიას, ესე ტელევიზიას, ონლაინ მედიას? კი, ვაკვირდები, ძალიან ხშირად ვაკვირდები, ძალიან მაინტერესებს თუ აი ამ მიმართულებით ქალბატონებს რა აზრი აქვთ, რა მიმართულებით მიდიან და აუცილებელი არის, რომ ქალმა თავისი აზრით ამამაც წარმოსთქვას. ჩვენ ასევე კიდევ დავაკვირდებით ამ ერთი თვის განმავლობაში მედია საშუალებებს და პროექტის ფარგლებში კიდევ ვაცნობებთ საზოგადოებას ამ ვითარების შესახებ. და გაზეთზეც მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, თქვენს დასახლებაში გავრცელდა ეს გაზეთი და რამდენად დაინტერესება იყო იქ მაცხოვრებლების მხრიდან? დიახ, ნამდვილად გაზეთი იყო ძალიან დიდი სიახლე ჩვენს დასახლებაში. ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ გაზეთის მხრივ და იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისი არ იყო მაინც და მაინც გაზეთის რაოდენობა მოსახლეობას სურვილი ჰქონდა, რომ უფრო მეტი ყოფილიყო ეს გაზეთი. აი განსაკუთრებით რა იყო საინტერესო ის, რომ იბეჭდება ქალების შესახებ საინტერესო ისტორიები თუ მაგალითად რამ გამოიწვია დაინტერესება, რატომ? საინტერესო მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს გაზეთის შემოტანა იყო ძალიან საინტერესო ჩვენს დასახლებაში, იმიტომ რომ დღევანდელობაში მაინც და მაინც გაზეთით მით უმეტეს ქალების შესახებ არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, რომ
ძალიან დიდი სიახლე იყო, აღმოჩენა იყო ჩვენი დასახლებისთვის გაზეთი ქალის ხმა და ძალიან დიდი ინტერესით წაიკითხეს თითოეული სათაური, თითოეული თემა, ძალიან დაინტერესდნენ და სურვილი გამოსთქვეს, რომ შემდგომში უფრო მჭიდრო ურთიერთობა გქონდეთ ასეთ პრობლემების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და მათ იციან რომ მათ შესახებაც შეიძლება დაიბეჭდოს მათი სურვილის შემთხვევაში ჩვენს გაზეთში ინფორმაცია და რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარე გამიმეორებ კიდე რომ სიახლე იყო და ძალიან დიდი ინტერესი იყო და ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა იმისი იმედი რომ თავისი აზრი და თავისი შეიძლება რაღაცა გულის ტკივილი გამოთქვას ამ გაზეთის მეშვეობით. გენდერული საბჭოების მუშაობაზეც მინდა გკითხოთ თუ მოახერხეთ და თუ დაესწარით ამ სხდომას ასევე ქალებმა თუ იციან ამ სხდომების შესახებ ზოგადად რა ინფორმაცია აქვთ გენდერული საბჭოების შესახებ? გენდერული საბჭოების შესახებ მსმენია, მაგრამ დასწრებით თვითონ ჩვენს რეგიონში, ჩვენს თემში მე არ დავსწრებილ ვარ. სურვილი არ გქონდა თუ ვერ გაიგეთ თუ რატომ? სურვილი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ვერ გავიგე და როდის იმართება ან თუ გაიმართა ვერ გავიგე, წვდომა არ მაქვს ჯერჯერობით. აუცილებელია რომ ეს გენდერული საბჭოები გაიმართოს და ინფორმირებულები იყვნენ ქალბატონები, თუნდაც თითოეულ დასახლებაში, წვდომა გქონდეთ რა განიხილება გენდერულ საბჭოებში ქალბატონებთან და საერთოდ ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ უფრო კარგად იცოდნენ თუ რა კუთხით მოიქცნენ, როგორი მიმართულებით მოიქცნენ, ვის მიმართონ და საერთოდ რა გააკეთონ და თუ კი ინფორმირებულები იქნებიან და კომუნიკაცია იქნებათ, უფრო გაუმარტივდებათ თავიანთი პრობლემების გადაჭრა. ალიონა ნუკრაძე ჩვენი პროექტის მონაწილე იყო გადაცემის სტუმარი, გადაცემის მეორე ნაწილში შორენა ბიჭიკაშვილი შემოგვიერთდება და ვისაუბრებთ გენდერული საბჭოების მონიტორინგის შესახებ. გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია პროექტის მონაწილე შორენა ბიჭიკაშვილი. ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის რომ გასულ თვეებში პრობლემა იყო გენდერული საბჭოების სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით. საინტერესო არის რა ხდებოდა გასულ თვეს შორენა, როგორც ვიცი, წინა თვეებში სულ ერთი სხდომა იყო ჩატარებული და ისიც გორის მუნიციპალიტეტში. რა ხდება ახლა გასულ თვეს, როგორი იყო სიტუაცია, თუ შეიცვალა რამე, თუ ჩატარდა სხდომები, თუ მოგცეს ინფორმაცია საინტერესოა მაყურებლისთვის. სამწუხაროდ ფაქტიურად არაფერი შეცვლილა, რაზეც ვისაუბრეთ წინა გადაცემაში. ჩატარდა სხდომა მხოლოდ გენდერული თანასწორობის საბჭოში გორის მუნიციპალიტეტში, სხვა მუნიციპალიტეტებში არ ჩატარებულა, თუმცა ჰქონდა ჩატარებული ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება კასპსა და ქარელს, აქ ისე პრობლემებია, იმასაც ვერ იხსენებენ, როდის ჩატარდა ბოლოს სხდომა. ჩვენ გქონდა კომუნიკაცია, მე გავესაუბრე საკრებულოს თავმჯდომარეს ქარელის მუნიციპალიტეტში, რომელიც ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეც არის და მან თქვა, რომ ონლაინ ჩატარდა სხდომა, თუმცა თარიღი ვერ გაიხსენა, რა თემებზე იყო საუბარი, რა პრიორიტეტები რა აქვთ, ასე კონკრეტულად ვერ დაასახელა. თქვა რომ მიმდინარე თვეს მოხდებოდა ჩაინიშნებოდა სხდომა და აუცილებლად შევატყობინებდა. ყველა პრობლემა არის აქ ის რომ ინფორმაციის ნაკლებობა გვაქვს. არც გამოთხოვილი მასალა, არც პასუხი ჩვენ არ აქვს რა ტარდება, როდის ტარდება. ეს მხოლოდ ქარელში თუ გულისხმობთ ყველა მუნიციპალიტეტს? არა, კასპსა და ქარელში. ქარელს გულისხმობ. თუმცა როგორც მივხვდი ჩანიშნულია ივლისის თვეში ყველა მუნიციპალიტეტში რატომ არის ესე ჩანიშნული, რამე დირექტივა აქვთ მიღებული არის, იმიტომ ფაქტიურად ხუმრობითაც გვითხრეს რომ ჩვენ რა გინდოდათ მონიტორინგს როცა ვახორციელებთ, მაყურებელს შევახსენებ რომ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, ვინც დაიწყო გენდერული თანასწორობის საბჭოების მონიტორინგი და დაკვირვება თუ როგორ მუშაობენ ისინი, რა გინდოდათ ხუმრობითაც გვითხრეს, ჩვენთვის ვიყავით და ეხლა იძულებულები არიან ჩაატარონ, ასე ვთქვათ, სხდომები. ფაქტია ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია
იმ საკითხებზე და მოსახლეობას ხომ საერთოდ არ აქვს ინფორმაცია. ჩვენ წინა გადაცემებშიც ვისაუბრეთ ამაზე, თუმცა საინტერესო არის აი როგორია მდგომარეობა თითოეულ მუნიციპალიტეტში, როგორც ვიცი, გორში კომუნიკაციის კუთხით უფრო უკეთესი მდგომარეობა გქონდა, ეხლა რა ხდება და ასევე საინტერესოა ქალები თუ ესწრებიან ხოლმე ზოგადად დასწრებაზე კიდე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ არ ტარდება ხო როგორც აღნიშნეთ, თუმცა ინფორმაცია თუ აქვთ და თუ იციან ამ საბჭოების შესახებ. დავიწყებ გორით ისევ და კიდევ აღნიშნა რომ გორში ტარდება, გორს აქ უფრო სხვა არჩეული რომ გასულითი შეხვედრები აქვთ და მეტნაკლებად მაინც მუშაობს ეს საბჭო სხვა მუნიციპალიტეტებს თუ შევადარებ. თუმცა აქაც ინფორმაციის ნაკლებობა არ იციან რას ნიშნავს გენდერული თანასწორობის საბჭოები მოსახლეობამ რომ გავაჩეროთ რიგითი მოქალაქე მათმა უმეტესობამ არ იცის ჩვენ ჟურნალისტები ვართ და გვაქვს კომუნიკაცია ხომ ხალხთან მათმა უმეტესობამ არ იცის რეალურად უნდა იცოდნენ მათ და რას ემსახურება ხომ ეს როგორც ვიცი გორმა დაიწყო შეხვედრები სკოლებში უფროს კლასელებთან და მათაც ცნობენ რატომ არის და სხვა გენდერულ საკითხებზე აქვთ მათთან კომუნიკაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ყველაზე დიდია 150-მდე ადამიანია გაფართოვდა უფრო აქაც სტარტდება ხომ და მათ აქვთ როგორც ჩვენ თავმჯდომარე გვესაუბრა ისინი წარადგენენ დაახლოებით 2 თვის შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით ანგარიშებს თქვა ერთი აირჩევს ქალთა ძალადობის კუთხით მუნიციპალიტეტში რა მდგომარეობა სხვათა შორის ველოდები ამ ანგარიშს პრეზენტაციებს გააკეთებენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. ქარელში და კასპში არ ვიცით სამწუხაროდ რა ხდება. არ გვაქვს ინფორმაცია, კომუნიკაცია კიდევ ვიმეორებ. მაგრამ მიმდინარე თვეს გვექნება ინფორმაცია და მოგვეცემა საშუალება რომ ერთი რაღაც აღნიშნა რომ ჩვენ ქონდა ქალთა უფლებადამცველებთან კომუნიკაცია სხვადასხვა შეხვედრებზე და დავინტერესდი რა მდგომარეობა არა მხოლოდ შიდა ქართლში, სხვა რეგიონებში რა ხდება. სხვათა შორის უფრო ეფექტურად მუშაობს ეს საბჭოები არის რაღაც საკითხები რომ გააქვთ რომელიც არის მნიშვნელოვანი და მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ რეალურად საბჭოების დატვირთვა იქნებოდა ასეთი რომ მაგალითად აი გორმა რომ აირჩე რომ ქალებს მიაწოდონ მეტ ინფორმაცია რა შეუძლიათ როგორ დაგეგმონ ბიუჯეტი რომ იყოს უფრო გენდერულად თქვათ დაბალანსებული ეს ბიუჯეტი იმიტომ რომ ქალებს უფრო უნდათ თქვათ იგივე სოფელში რა პრობლემებია და ბიუჯეტში გაითვალისწინონ მათი სურვილები ნახოთ რა იქნება. დაველოდოთ მიმდინარე თვეს, როგორც ჩანიშნული არის და ნახოთ ჩვენ უკვე აგვისტოს თვეში მოვამზადეთ ანგარიშს, რეკომენდაციო წერილებსაც გავგზავნით მუნიციპალიტეტში და მაყურებელსაც და ზოგადად საზოგადოებას გავაცნობთ რა მდგომარეობა გენდერული თანასწორობის საბჭოები როგორ მუშაობენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხს რომ შევეხოთ, როგორც ვიცი, ქართული მედია ჯგუფი და პირადად ჩვენ ატარებ, გამოკითხვა ჩაატარე, თუ რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ქალებს, ამის შესახებ თუ აქვთ ინფორმაცია და თუ ავრცელებენ ამ ინფორმაციას თუნდაც სოციალურ ქსელში, საიტებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. რომ არ აქვს მოქალაქეებს საზოგადოებას ზოგადად ინფორმაცია რა სერვისების მიღება შეუძლიათ ადგილობრივი თქვათ ადგილობრივ დონეზე. განსაკუთრებით სოციალური პროგრამებს გულისხმობ. არ იძებნება ინფორმაცია საიტებზე, ვებგვერდებზე, მუნიციპალიტეტების. ვიცით რომ თქვათ აი მოქალაქეებმა არ იციან რომ ძალადობის სურვილი თუა ერთ მაგალითს მოვიყვა რომ ერთჯერადად შეუძლიათ თქვათ მიიღონ დაფინანსება მერიისგან. არის თქვათ გარკვეული ასაკი ჯგუფი რომელსაც არ აქვს ინტერნეტთან ასე წვდომა მათ წესით უნდა მინიმუმ უნდა აწვდიდეს ინფორმაციას მერის წარმომადგენელი რომელ კონკრეტულ თემში თუმცა ასე არ ხდება ფაქტიურად მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს სერვისებზე წვდომა და ეს პრობლემა არის ინფორმაციის ნაკლებობიდან გამოწვეული პროექტი დასასრულს უახლოვდება და რა გეგმები გაქვთ როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას და რაც შეეხება პროექტის დასკვნით ნაწილს ვიცი რომ უკვე ვრცელი ანგარიში მომზადდება და ეს უკვე ეცოდინება საზოგადოებას მონიტორინგის შედეგების შესახებ. უკვე აღნიშნე რომ გავგზავნით სარეკომენდაციო წერილებს საზოგადოებას გავაცნობთ ამ მონიტორინგის შედეგებს ვიცით რომ პროექტის ფარგლებში ჩვენი მონაწილეები წარმომადგენლები
ოთხივე მუნიციპალიტეტში აკვირდებიან მედიას, ამაზე უფრო თავად ისაუბრებენ. ამ მონიტორინგის შედეგებსაც და გენდერული თანასწორობის საბჭოების შესახებაც ანგარიშსაც გავაცნოთ უფრო ფართოდ საზოგადოებას. არ შემიძლია ვთქვა გაზეთის შესახებ, რომელიც ამ პროექტში არის, იმხელა გამოხმაურება ჰქონდა მოლოდინზე მეტი იყო. ამ გაზეთმა საშუალება მისცა გარდა იმისა, რომ ჩვენი პროექტის მონაწილე ქალები წერდნენ, ვთქვათ და მათზე წერდით, ასევე ანგარიშებს. ბევრი საზოგადოებას ბევრი წარმატებული ქალი გააცნო, ვთქვათ, მათაც ჰქონდათ საშუალება, რომ თვითონვე დაეწერათ რაღაც და გამოგვექვეყნებინა. საკმაოდ ისეთი გამოხმაურება მოყვა და თან მონატრებულები იყვნენ თითქოს ამ გაზეთს თვითონ და საოკუპაციო ხასთანაც ვრცელდება სოფლებში ეს გაზეთი და გთხოვენ ხოლმე კიდე გვირეკავენ, რომ გავუგზავნოთ. ეს იყო გადაცემა ქალის ხმა, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.